მე ვარ ალექსანდრე უსტიაძე 8 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 3 წელი ვთამაშობ შავი ზღვის გუნდში. ჩვენ როგორ თამაშობთ? შუაზე ხო არის ასე და პატარები იქეთ არიან, დიდები აქეთ ვარ და ასე ვთამაშობ. თლიან სტადიონზე არ ვთამაშობთ. მე კომფორტულად თავს ვგრძნობ ცენტრალური მცველის პოზიციას. ჩემი თავარი მოვალეობაა სწრაფი შეტევის წამოწყება. ჯერ გუნდში კაპიტანი არ გვყავს, იმედია მე არ მირჩევენ. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. ერთხელ მქონდა შეჯიბრება. კოლუმბას ვეთამაშეთ და სამწუხაროდ წავაგეთ. 4-2 მოგვიგეს და ძალზაბული თამაში იყო. მე ვითამაში კარგად და ჩემ გუნდში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ყავს 3 წურწელი და ძირითადად გავარჯიშებს თიმა მასწავლებელი. შავი ზღვის გუნდი იმიტომაა კარგი, რომ კარგი მწვრთნელები ყავს და გუნდში ძალიან კარგი გარემოა. მე გადაწყვეტილი მაქვს გავხდეთ ცნობილი ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომადგენია. ჯერ თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, მერე დინამო თბილისში, მერე რეალ მადრიდში. რეალ მადრიდი ჩემი საყვარელი გუნდია. საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 25 ნომრით. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ არქიტექტორი. მამიკო არის არქიტექტორი და მას შემაყვარა ეს პროფესია. კიდევ არის კარგი ბუღალტერი, მაგრამ არქიტექტორობა მირჩევნია. მინდა იმდენი ფული მქონდეს და დამჭირდეს პირადი ბუღალტერი. შეიძლება ამ თანამდებობაზე დავნიშნო ჩემი მამიკო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 3 წლის და ქვია ალისა. ის არის ლამაზი, პრანჭია და მხიარული. ჩემი აზრით ალისა რო გაიზრდება, გამოვა ბალერინა. მამიკო არის სიმპათიური, უშიშარი და მშრომელი. დედიკო ლამაზი, მტკბილი და მზნუნველი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო თელ დედამიწაზე. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის კაპიტან ტრიკო. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმი არის ზოოტოპია. დიდი სიამოვნებით ვითამაშები ამ ფილმში მთავარ როლს. მე ვარ სიმპათიური ბიჭი და ეკრანი ძალიან მომიხდება. ამ ეტაპზე საყვარებულო მყავს, იმიტომ რომ მეზარებ. თორს რომ მოვიყვან ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქვევ ნიკას და ბარბარეს. ჩემს თორს დავარქვევ ელისაბედს. ჯოჯოს უნჯოხი რომ მქონდეს გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება დავეხმარები გაჭირებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარები უსახკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი ნაინჯისფენ ლამბორგინს და რეალ მადრიდს. დიდი ალბათობით ამ ლამბორგინით მოვიყვან ცოლს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ხიარული კლასური მიყავს და სწრაფი. ჩემ კლასში ყველაზე ხიარული არის მათე თაბდგირიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ელენე ბერიაშვილი. ყველაზე ცელქი არის ევა ბერიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ევა ტაკიძე. მე ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებლია ჩემი დამრიგებელი თამრიკო ბერიძე. ლამაზია, მხიარულია და გაკვეთს ძალიან კარგად ხსნის. ახლა მინდა 18 წლის ვიყო, რომ მქონდეს მართვის მოწმობა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ალექსანდრე რომ არ მერქვას, რამე ერქვეოდა. მე ალბათ მერქვეოდა ნიკა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის განათლება და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.